საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ქთამის აღებისა და ქთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე სამპირს ბრალდება წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე ტურისტებისათვის საკემპინგო სივრცის მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ დამხმარე პირის მეშვეობით მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 10,000 ამერიკული დოლარი. ასევე საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წალკის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ყალბი ცნობები გასცა, რაშიც ქრთამის სახით 1000 ლარი მოითხოვა და აიღო. დაკავებულებს ბრალდება ქრთამის, დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.